თბილისის ამ კოლორიტული უბნის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოგოლის ქუჩაა. გახსოვთ ალბათ მურმან ლევანიძის ლექსი მამა, ბავშვობა, გოგოლის ქუჩა. ჩვენი მიტკა, ჩვენი ხაიკა, ჭრელი მაიკა, გიტარა და ბალალაიკა. მიტკა და ხაიკა ამ პატარა ეზოში ცხოვრობდა და ყველაფერი თავის დინებით მიდიოდა. გოგოლის ქუჩას ჰქონდა ბევრი ისეთი რამ, სხვა ქუჩებისაგან უკანასხვავებდა. ახლა ყველაზე ვერ გელაპარაკებით. ერთს კი გეტყვით, რომ ამ სარკვენებს მიღმა ათეული წლების განმავლობაში რაღაც სასწაული ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ შემთხვევით გავლენით თუ მეზობლები, მუდმივი ბინადარი. აბა რა უნდა დაერქვათ იმ მოვლენისათვის, რომ ამ სარკმელებიდან ზამთარ ზაფხულ, დარში თუ ავდარში, უტკბილესი ქართული ხანგები იყრებოდა და თითქოს აქედან ქვეყნიერებას მიეფინებოდა რაღაც განსაკუთრებულ სითბოდ და სიკეთედ. ამდა რა ჰქონდათ ამდენი ამ თითქმის მიწურ სახლში მობინადრეთ, რომ სტუმარი არ ელეოდათ, რომ აქ სულ დღე იყო და არასოდეს ხამდებოდა. არ ელეოდათ სურვილი სულ ემღერად არაჩვეულებრივი ვნებით, არაჩვეულებრივი სულისკვეთებით. აქ დოლიძეები ცხოვრობენ. ეს გოგი დოლიძის ოჯახია. როდესაც ყველანი ერთად იყვნენ, მაშინ სუფევდა აქ სრული ჰარმონიაც, თითქოს ყველგან სიკეთე ხდებოდა. ნამდვილად ძნელია საქართველოს რაიმე ახალი უთხრა ამ მშვენიერ პიროვნებაზე, მშვენიერ მომღერალზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა გოგი დოლიძეს ეძღვნება.
ალბათო ლალი, გოგის ბავშვობამ თქვენ თვალწინ გაიარა. ხო გაიხსენებთ როგორ იყო ეს ყველაფერი? გოგიმ სიმღერა დაიწყო ძალიან ადრეულ ასაკში. პირველად იმას ვამბობთ ხოლმე ოჯახში, რომ გოგი მიმღერა დედა რო იავნანას უმღეროდა, გოგიმ პირველი ხმა მიუმღერაო. ის მართლაც რაღაცა სიმღერით ვერ მღეროდა ალბათ მაშინ, მაგრამ რაღაცას უღუნებდა თავისთვის და რაღაცას ესე იგი გრძნობდა იმას, დედის ნანას საოცრად. შემდეგ როდესაც ფეხზე გაიარა და დაიწყო ასე ვთქვათ სიარული და ცოტა ლაპარაკიც, საბავშვო ბაღში წავიდა. იქაც ყავდათ მუსიკის მასწავლებელი, ხოდა სიმღერას იქაც რაღაცნაირად ასწავლდნენ, საბავშვო სიმღერები იყო და მე ამაზე რატო ვამახვილებ ყურადღებას, გოგი იქამდე წეროდა სახში პატარ-პატარა სიმღერებს, მაგრამ ეს საბავშვო ბაღს იმიტომ უკავშირებ ამას, რომ პირველად ეკრანზე ტელევიზიაში გამოჩნდა სწორედ საბავშვო ბაღში, ბაღის ასაკში. მაშინ იქნებოდა ალბათ 3.5 წლის სულ და იმღერა ნუგაშინებს ჩიდუნია. ეს იყო ის მომენტი, რომ რაღაცა ზეიმი მოაწყო საბავშვო ბაღმა და მაშინ სხვადასხვა ტელევიზიაც ძალიან ახალი ჩამოყალიბებული იყო საქართველოში და მოხდა ესეთი რაღაცა, რომ ბავშვები ჩამოსვეს ერთ გრძელ სკამზე. და თითოეულ ნომერს აცხადებდნენ და ყოველი მათგანი დგებოდა ამ სკამიდან და ესე იგი კამერის წინ და ასრულებდა ამ სიმღერას. როდესაც გოგის ჯერი დადგა და გოგი მოიწვიეს ესე იგი სიმღერის სამღერად დაიწყო ესე იგი გოგიმ სიმღერა ძალიან მონდომებით და ისე შესანიშნავად იმღერა ჩვენ თვლით და ნუ ახლა ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ამას და ბოლოს მობრუნდა კამერის წინ ზურგით და მადლობა გადაუხადა თავის მაყურებელს, სადაც მას მაყურებელი ეგულებოდა. ნუ ეს ესე იგი ნუ ატყდა ამაზე სიცილით ისე ამბავი, რომ თავისი მაყურებელი იყო სწორედ ის თავისი მეგობრები, რომლებიც ზურგით აღმოჩნდა კამერას. ნუ ეხლა ვითხრათ, რომ გოგის მომღერლობაზე საერთოდ ოჯახს და მომღერალი ყოფილიყო, ეს პრეტენზია არ ქონია არასოდეს. ჩვენ ვიხარობდა, რომ ის ღეროდა, რადგან ეს ოჯახში ასე ვთქვათ ტრადიცია. ოჯახის სულიერი საზრდო იყო ეს ერთადერთი რაც ჰქონდა, ის ჰქონდა სიმღერა, მეტი არაფერი ჩვენს ოჯახს არ ჰქონია. და უბრალოდ ყველას უხაროდა, მშობლებს უხაროდა, ახლობლებს უხაროდა და იყო და ეს. როგორც შიგნალიაში, როგორც მუჩი პეპელა, ფრთხიალებდა ჩუმად თეთქა, სიცოცხლის სანთბელა, გრაბედის ხარ ვარსკვლავის, სულ შენახარ სამიზნე, ნურც ერთი სასნო აიცდე, გულოსანა Daragam-tele gamode Jojo-chetis tantelele Patatina samotche Jojo-chetis tantelelo Patatina samotche Titoğlet tutamedi Şeref alıp холод гуши галисвელი холод შეშისველი გულოსანამ გული ქცია გულო უნდა მწიოდე გულო უნდა მიეცდიდე მიმღესა იქიომდე
ქალბატონ ლალი, გოგის ძალიან უყვარდა ხალხური სიმღერები. ეს ალბათ ოჯახის გავლენა იყო, რა თქმა უნდა. ჯერ იყო ანსამბლი ფაზისი, თბილისი, შემდეგ ჟურნალისტი. აი, რა სიტყვით? მე ვიტყოდი იმას, რომ გოგი ხალხური სიმღერით ოჯახში მოიწამლა. ასე ვიტყოდი ამას. ეს მას ყურში ეჯდა, თვითონაც მღეროდა, რა თქმა უნდა და თან მამაჩემს ჰქონდა გართულება საოცრად ხალხურ სიმღერებზე და არც კი მოსწონდა გოგი, როცა საერთოდ სიმღერებს მღეროდა ხოლმე. ნუ რატომ ღირს ესე იგი, ოჯახის ტრადიციას არ ყოფს ასე ვთქვათ და შესთავაზეს გოგის ესე იგი ფაზისში სიმღერა. შემდეგ გოგიმ ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო და ამ ტელევიზიაში თან მოიყარა ისეთმა ხალხური შემოქმედების რედაქციაში დაიწყო მუშაობა და ისეთმა ხალხმა მოიყარა თავი თითქმის ყველა მღეროდა და ყველა საოცრად უყვარდა ეს ხალხური სიმღერა. დღეს ამ ანსამბლს ქართული ხმები ქვია, სადაც გოგი თავის სიცოცხლის ბოლომდე მღეროდა. დიახ, დღეს ამ ანსამბლს ქვია ქართული ხმები. და სხვათა შორის, როდესაც სახელწოდება შეუცვალეს ამ ანსამბლს, მე გოგის ვკითხე, რა მოხდა მეთქი, რა იყო ეს და იცი რა მომითხრა ლალი, ამას საზღვარგარეთო არაფერი დატვირთვა არ აქვს, აი ვერ ხდებიან, რა ხდება, რა ჟურნალისტი, რატომ. ამიტომ ქართული ხმები მათთვის უფრო მისაღებიაო და გასაგებია, რას ნიშნავს ესო და ამიტომ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ანსამბლს შეეცვალა დასახელება და ალბათ სწორიც იყო, იმიტომ რომ უფრო მისაღები იყო, რა თქმა უნდა. ვორირა გეშვა გვინი ხაიარათია
Muchavor, Muchavodi, Hakale, Esasvila, Esamuta, Somomi Chakale, Grecia, Grecia, Kalido Grecia, Muchardia, Muchavot, Vasudila, Muchavor. გოგი ქართულ სცენაზე უამრავ პარტნიორთან ერთად ხდებოდა. და ერთი თვისება ჰქონდა მას, რომ აი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო თვითონ გოგი. მახსოვს სულ ადრეული პერიოდი, ეს კიდე ვიცით, აი სტუდენტობის პერიოდი იყო. როდესაც პირველი დუეტი ჩვენ სახლში შედგა. ეს იყო მარიკა თაყაიშვილის და გოგის დუეტი. ჩვენ სახლში აი ამ ოთახში მოხდა ეს. იყო საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამან ჩემზე, იცით? აი საოცარი შთაბეჭდილება, ეს სახლში ნამღერი იყო, არავის არ მოусმენია, მაგრამ საოცარი ემოციური დატვირთვა მქონდა ამ დუეტთან დაკავშირებით. ვიგრძენი ერთი რამ საოცარი დინამიკა. ის რომ აბსოლუტურად გრძნობენ პარტნიორები ერთმანეთს. პირველი ნაბიჯები იყო და ამდენად იმიტომ საუბრობ ამაზე მე. Saigos shevis Saigos shenim shurava Suguela perigat gagat giga Sigorul gasitos giga Te gana de Damoafios ataskerebat Romanarabis telgeveganate დედა როგორც მომღერალი, როგორ აფასებდა გოგის სიმღერებს? დედა როგორც მომღერალი და იცით, დედაც და მეც ეხლა არ გამომივიდეს ის რომ მე ლაპარაკობ, მაგრამ ასე იყო, ეს ჭეშმარიტება და იმიტომ ვამბობ ამას. საოცრად კრიტიკულები ვიყავით, იცით, მის მიმართ. და არ პატიობდით ხოლმე. მე არ პატიობდით ხოლმე მაგალითად. რაღაცა რომ გაიპარებოდა ესეთი რომ არ უნდა ყოფილიყო, არ პატიობდი და დედა ჩემიც არ პატიობდა. მახსოვს რომ იმდენად ისე ვერ იმღერა როგორც საჭიროა, ნუ? მე ყოველს ვერ იმღერებს კაცი ისე როგორც ავტომატი ხო არ ახალოს, ხარ შემოქმედი კაცი და ხან გამომივა ხალხი გაგერავა ხმაში, ხან დაბაზებული მიხვალ კონცერტზე ხან რაღაც დარნილი მიხვალ და ვერ იმღერებს ისე როგორც საჭიროა, ხომ ესე არ ხდება ეს? მიხვალ იმის რომ უნდა იყოს ესე. ყოველთვის უნდა გახვიდეს იმაზე მომზადებული და მაყურებელს მასე პატივი და შენ თავს მასე პატივი სიმღერას, მაგრამ არ მოხდა ესე და მოვიდეთ ჩოხა აკეთებული მოხდა. ხარდესას იმაში და ხია. ჩემ დასაკეთებით მომახ ჩოხა და მოვიდი სახში. და დეცემს ეს კონცერტი ნახია და ის ჩუმა და ხმას არიღებს. ვიცი რომ ახლა 300-ზე ვიმღერებთ. ანუ 2 ნახევარზე, ანუ 3 ნახევარზე ესე და მოვიდი სახში და არ სხვა ჩამოვიდე ეს ჩოხა და დაუჯით გვერდში და უყურე ის პროგრამა ისე მიდის ეთერში. და იყო მეთქი ქეთო. სულაც არის მეთქი სახე მე თუ რაღაც. მომედი არა და მეთქი მარტო ვარ სახში. მე და დეჭიმა. თუ არ შეიძლება სიმღერაო მეთქი.
არ არის აუცილებელია რომ გამოხდე 5 მილიონი კაცის წინაშე. დაჯიქის სახშიო და როგორც მუზივარ სახშიო, დაჯიქი გახსნიდა რა უცუდრან გინდა უღაც. ამის მე ალბათ არა, და ხვალ რა მოვიდა, იმიტომ რომ მასალი იყო. თბილისში ყველა პატარაობა თავისი წილი უნდა სიმღერა მარტო თბილისში თუ შეიძლება იყოს უბანი და ერქვა ვერა ფიქრის გორაზე დავდგები ჩემთვის არ მომბეზრდება შენზე სიმღერა ამ ზღაპრულობას ვერა გაცვლის სხვაზე ვერ გაცვლის ვერა და ვერა ვერაზე ჩვენმა ლაღმა ბავშვობა გადაიქროლა და ახლაც ვიქრი ვერა ჩემი სული სიმშვიდე ვერაზე არის ადგილი ფიქრის გორაზე დავდგები ჩემთვის არ მომბეზრდება შენზე სიმღერა ამ ზღაპრულობას ვერ ვიკაცვი სხვაზე ვერ გაცვლის ვერა და თბილისში ყველა პატარაობა თავისი წილი უნდა სიმღერა თქვენ როგორ დაახასიათებთ გოგის მუსიკის გარეშე? მუსიკის გარეშე როგორ დავახასიათებთ? ძალიან ბევრი მაქვს ამასთან დაკავშირებით საქმელი. საოცრად მოუსვენარი იყო. სულ გარბოდა, სულ ეჩქარებოდა. ხან ჩაწერაზე მიდიოდა, ხან კონცერტი იყო, ხან სადღაც ეჩქარებოდა, ხან ვიღაცას უნდა დახმარებოდა და იყო სულ სირბილში. გოგი გვიან დაბრუნდა სახლში. რა თქმა უნდა, როგორც წესი არ ეძინა დედას და მამას. საწყოში იყვნენ უკვე ჩაწოლილები. და შემოდის გოგი ხანის 4 საათზე. ბებია უღებს კარებს და შეუსერს თქვენო არცნა ეხლა ჩუმად შეიპარე შენს ოთახში და დაიძინე და რაღაც უნდა რომ რაღაცა არ დაისაჯოს იმის გამო რომ მაშინ ასე ხშირად არ იყო ხოლმე ხშირი შემთხვევა არ იყო მისი გვიან სახლში დაბრუნება და ამდენად ძალიან მტკივნეულად განიცდიან დედა და მამა ამას და ბებია რა თქმა უნდა ფეხზე იყო დედა და მამა საწყოში როგორც ვთქვით და შემოვიდა გოგი შევიდა გოგი საძინებელში და მამას აქვს ხელი ამოდებული თავს ქვეშ, ნახევრად წამომჯდარია, დედას წაკრული თავზე რაღაცა ხილაბანდი და მოკლედ წნევა აქვს და ცუდად არის რომ გოგიმ დაიგვიანა, რაღაც აშინელება ხდება და გოგი შევიდა და ატყობს რომ ცუდად არის საქმე. ეხლა წამოვა რაღაცა სეტყვასავით, რაღაცა სიტყვების კორიანტელი რომ რატომ დაიგვიანე და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და რაღაც აშინელება და მოკლედ დიდი უსიამოვნება უნდა დატრიალდეს და გოგიმ მონახა გამოსავალი რაღაც უცბად და მას ერთი მრა დედა ჩემო წამოუმღერა იქიდან მრა და მამა ჩემა ბანი და ესე იგი ნუ აივსო ოთახის სიმღერით და გავიდა სიმღერის ხმა გარეთ, გამის 4 საათზე წარმოედგინეთ, არაფერი არ ხდება, სინათლეები ჩამქრალი, ყველაფერი ხალხს ძინავს, სამეზობლოს ძინავს და უცბად მიდის მრავალჟანიერი, მაგრამ ისეთი რომ ინგრევა სახლი. ნუ აქ მეზობლები წამოწვდნენ ღამის პერანგებში, რა მოიხედეს, გაიღო ფანჯრები, რაღაცა, რა ხდება, ხო, საფხული იყო და ფანჯრები ღია იყო ჩვენი და ამდენად ხმა შესანიშნავად ისმოდა გარეთ. და იმღერეს ეს ერთი სიმღერა და მოხდა შერიგება. დავიწყდა დედაჩემს და მამაჩემს რომ გოგი იყო დასასჯელი უნდა დაისაჯოს
რომ გოგი დაიგვიანა, რომ გოგი საყვედურები აიცინა გოგი მაიასეთი ხეთით, იმიტომ რომ იცოდა იმას უკვე გასაღები ქონდა მონახული დედასა, იცოდა რომ ამ სიმღერას არ შეიძლება, ნუ სიმღერას ისინი გვერდს ვერ აუვლიან, გულგრილები არ არიან სიმღერის მიმართ და აი ასე გადარჩა გოგი დასჭა. შესახებ რა შემიძლია ვთქვა? შემიძლია ვთქვა, რომ 42 წელი გვახარა და ერთად ყველა ისი მშობლების დაფესებზე დაგვასწავლა. 15 წლის რომ იყო, ჩვენთან ტრიოში მღეროდა და ჩემი მეუღლე ჩემზე უკეთესად მღეროდა და გოგიზე უკეთესად. კარგი ხმა ჰქონდა ძალიან. და წავედით ქორწილში. გოგი წავიდა მცხეთაში, მისი ამხალაგი თხოვდებოდა და უნდა დევესწრავო იქაო ხელისმოწერასო. და მოსულიყო ჩვენთან, არ მოვიდა. გათავდა ქორწილი, პატარა ქორწილი იყო, მე დიდი არ ყოფილა, ბევრი ხალხი 50 კაცი იყო და ვიღაცა მე და ჩემი მეუღლე სოლოს ვღეროდით, დუელს ვღეროდით ამ ქორწილში და გოგი არ მოვიდა. ახლა თან ფიქრმა შემაძღვა რაღაცო. ხوار დამარსდა მაქარით წავიდა რა მოხდა აქეთი და თურმე ჩვენ რომ წამოვედი ქორწილი გათავდა მერე მისულა ერთი 20 სიმღერა უღერია. ხოდა მეორე დღეს გვიან მოვიდა. მე ვუთხარი ჩემეუღლეს მაგანო ახლა ეს გააკეთა ბაბუაში შუარ შაბუა სახში მეთქი. ამიტომ მაგით ერთი საათ ნახევარი გარეთ გააჩერე არ შაბუა სახში მეთქი. ერთი რა რეაგირება მოხდება მეთქი და მოვიდა და რატო არ მიშვებ ამას სახში? მე ვუთხარი კაცო ჩემ ჯავრმა მოკლა და მე ვუთხარი კაცო რომ ვთქვი მოვალ უნდა მოხვიდე.
რა ვიცი, ასეთი კაცი იყო და უყვარდა ყველას და მე ხო მიყვარდა რა სიცოცხლე იყო ჩემი, სიცოცხლე. მაშინ არის პასივი სიყვარულს, რომელიც ქუჩაში ხდება და უშუალოდ პოპულარობა ხუთ და ყველანი მომენტია, მაგრამ ეს ნაღდი და ნამდვილი სიყვარული და სიტყვა, რომელიც სახში ხდება, არსად ალბათ არ არის. Some quick nothing to one me vuela emociones che mi sigo a un destino me driti de merceri Rogor minda gargo da mi burunde non si guarus dalla Dame brundida Non si guardo di dalla dai ცხოვრება გრძელდება, სამწუხაროა რომ გოგი დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ გოგის სიმღერები ქართველებს საერთოდ მე ესე ვფიქრობ, ყველას ძალიან მიყვარს. ყველგან გოგის სიმღერებია და ალბათ ასე იქნება ძალიან დიდხანს და გოგის დარჩა ლევანიკო, რომელიც ალბათ თავისი მამის ტრადიციებს გააგრძელებს. მე და გოგის შვილები გამორჩეული არ ყავდა, ისევე როგორც ჩემ შვილებს ის თვლიდა თავის შვილებად, ასევე ლევანიკო ჩემთვის არის. რა ვიცი, ერთადერთი რაღაცა სულ მინდა ხოლმე ვეძებ იმას, რომ დავინახო ლევანიკოში რაღაცა გოგისთვისება, ვეძებ ხოლმე ამას. რა თქმა უნდა, აქვს საოცარი სითბო აქვს გოგის. საოცარი მოფერება იცის იმანაც. ახლა გოგის დავუკავშირებ იმას, რომ გოგი ახლა სახში რომ ვიყავით ჩვეულებრივად, აი ხანდახან მეკითხებოდა ხოლმე, აი როგორი ძმა იყო გოგი შენთვის, აი როგორი ძმა იყო გოგი ჩემთვის, როგორი ძმა იყო. ჯერ ერთი გოგის შვილივით იყო ჩემთვის ასაკის მიხედვით და მე რაღაც საოცარი ურთიერთობა გქონდა, იმ თვალსაზრისით, რომ აი რამდენჯერაც შემოვიდოდა ხოლმე სახში გოგი. რომ არ გადავეკოცნე. გაიქცეოდა, ისევ გადამკოცნიდა და ისე გავიდოდა სახლიდან. ნუ ეს შეიძლებოდა დღეში 5 ჯერ მომხდარიყო მაგალითად. ხო? ასეთი რამე ხომ ხშირად არ ხდება ახლა დადმა შორის, დებს შორის, ძმებს შორის, ისინი რა ვიცი, რაღაცნაირად და ყველაფერი სხვანაირად იყო. ვერ გეტყვით რანაირად, კარგად თუ ცუდად, მაგრამ იყო სხვანაირად. აი ლევანჩოშიაც მე ვიჭერამ ძალიან ამ სითბოს, ძალიან ემოციური ბავშვია, ემოციურია ძალიან. რა გითხრათ, მე ძალიან მინდა
რომ ლევანიკომ ალბათ ეს იქნება ჩემთვის უდიდესი ბედნიერება თუ ჩემ მდგომარეობაში შეიძლება რომ ადამიანი ბედნიერი იყოს საერთოდ ეს იქნება ჩემთვის საოცრად ძალიან დიდი ბედნიერება რომ ლევანიკომ რაღაცით გააგრძელოს მამის ტრადიცია მე და მამიკო ბევრ დროს ვატარებდით ერთად როგორც შეიძლება ითქვას მამული და შვილობული გაგებები გქონდა თითქმის მინდა გამოვხატო რომ აი მამა ჩემი სიკვდილმა ძალიან დიდი გული დამტკბდა და აი მაინც აი რომ გავიხსენე მე ამაღლება თუ ასეთი ადამიანის ბედნიერება და იმედების ასრულება უსურვოთ გოგი დოლიძის ყველაზე თბილ და ყველაზე ტკბილ სიმღერას ლევან დოლიძეს. აქ დოლიძეები ცხოვრობენ. ეს გოგი დოლიძის ოჯახია. ღმერთმა ქნას არასოდეს გამქრალიყოს შუქი ამ სარკმელებში. განქარდა აღვისის მარი ისევ ამთია შენი მზე შენი მთვარე და ცისკარი მე ამოგიღებული და ტრის განასროლის ჭრილობას დაგიგემსავე ოქროს ხიბები მზის შეიშრე ჩემო ქვეყანა ცრემლები შავი მგისარი ხდიური მადლით ნაკურთხო ხადი ხარ და საფიცარი ზეცამგი მრავლო შვილები როგორც ვარსკვლავით სისადი კიდევაც დაიზრდებიან გეძლეგვები მგლისანი